მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდია. და დღეს 25 ოქტომბერია, საქართველოს გასაბჭოების დღე და ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმრები არიან ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბატონი ვალერი კვარაცხელია და პარტია სოლიდარობა მშვიდობის გენერალური მდივანი ბატონი თემურ ფიქრია. დიდი მადლობა ბატონებო მოგზანებისთვის და პირველ რიგში მინდა მცირე შესავალი სიტყვა გავაკეთო, რატომ ხდება ხოლმე საჭირო თითქმის ყოველ წელს ამ დღეზე საუბარი. და ალბათ იმიტომ არის, რომ საქართველოს ისტორია იმდანად გაყალბებულია, რომ ჩვენ არ ვიცით რა იყო მენშევიკური საქართველო. თითქოს გვეუბნებია, რომ ეს იყო რაღაც დამოუკიდებელი საქართველოს რაღაც 64, სადაც 3 წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად იყო, არაფერი პრობლემა არ იყო და ეს სისხლიანი ბოლშევიკები შემოვიდნენ, ეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა გადააგდეს და ამაზე არც სკოლაში ასწავლიან, მე მგონია უკვე არც უნივერსიტეტებში ასწავლიან, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ისტორიას სწავლობენ საქართველოს ისტორიას და შემდეგ გაკურებულები პოულობენ ხოლმე ისეთ ქრონიკებს, რომელზეც დღესაც ჩვენ ვისაუბრებთ, თურმე რა იყო ის რეალობა, რა რეალობაში ცხოვრობდა საქართველოს მოსახლეობა იმ 3 წელიწადში. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ უნდა გავითავისოთ ის, რომ თუ ამას ყველაფერს არ შევხედეთ კლასობრივი კუთხიდან, ანუ ვისთვის იყო კარგი და ვისთვის იყო და თუ შევხედეთ თანამედროვე გადმოსახედიდან, როგორც გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან, შეიძლება ჩვენ ვერ ვნახოთ ამაში რეალურად სიმართლე ან მორალი. ხო, იმიტომ რომ მართლაც მაშინდელი ელიტები დაეყრდნენ დასავლურ იმპერიალიზმს, რომ ისინი დაიცავდნენ მათ ძალაუფლებას, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ დასავლური ელიტები, დასავლური იმპერიალიზმი იცავდა ადგილობრივი ელიტების ძალაუფლებას საკუთარი ხალხისგან. და ამიტომ ერთადერთი სწორი შესახედავი ამ საკითხებზე არის ზუსტად კლასობრივი ჭრილი. და მინდა რომ ტრადიციულად დავიწყო სტალინის ციტატით, რომელიც ზუსტად არის დაწერილი 1918 წლის ივნისში. და ასე არის დასათაურებული ამიერკავკასია. ამიერკავკასიის მდგომარეობა სულ უფრო სახიფათო ხდება. სეიმის მიერ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, რასაც ხელფეხი უნდა გაეხსნა თბილისის მთავრობისთვის, ნამდვილად საერთაშორისო მტაცებელთა ხაფანგში გააბა იგი. რით დაამთავრებდა ეგრეთ წოდებული საზავო მოლაპარაკება ბათუმში. ამას უახლოესი მომავალი დაგვანახებს. ერთი რამ უეჭველია. თბილისის მენშევიკებისა და მათი მთავრობის დამოუკიდებლობა რუსეთის რევოლუციისგან. გარდაულად გადაიქცევა მათ მონურ დამოუკიდებულებად თურქულ-გერმანულ ცივილიზებულ მტაცებლებთან. ეს იქნება ხელისუფლების სათავეში მოქცეული თბილისელი მენშევიკების კავშირი თურქ-გერმანელ იმპერიალისტებთან. რუსეთის რევოლუციის წინააღმდეგ. რომ გავაგზავნოთ ძალიან საინტერესო თამბოს, ტყუილად კი არ არის, რომ მენშევიკებში ყველაზე სინდისიანებმა, ჟორდანიამ, წერეთელმა და გეგეჭკორმაც კი ხელი დაიბანეს და ეს ბინძური სამუშაო ყველაზე მოურიდებელ მენშევიკებს მიადნენ. ანუ ყველაზე სინდისიანები იყვნენ ჟორდანია, წერეთელი და გეგეჭკორი. ჩვენ შესაძლებლობა არ გვაქვს დოკუმენტალურად შევამოწმოთ ეს ცნობები, მაგრამ ერთი უეჭველია, თუ თურქი მხსნელები მართლაც დაიძრნენ ბაქოსკენ, ისინი მოსახლეობის ფართო ფენებს და უწინარეს ყოვლისა მუსულმანი მუშების და გლეხების ძრავ წინააღმდეგობას წააწყდებიან. რა თქმა უნდა, ამასთან საბჭოთა ხელისუფლება მთელი ძალღონით დაიცავს ამიერკავკასიის მშრომელი მასების უცილობელ უფლებებს დამპყრობლურ ხელყოფთა წინააღმდეგ. და მინდა რომ პირველ რიგში აი ამ 1918 წლის ივნისის დასაწყისში არის ეს დაწერილი. მაშინ სტალინი უკვე ხედავდა და ანალიზს უკეთებდა, რა მოყვებოდა საქართველოს იმ ფორმით დამოუკიდებლობას, რა ფორმით დამოუკიდებლობაზეც მაშინდელმა საბჭოთა რუსეთმა და საბჭოთა ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, მისცა ეს დამოუკიდებლობა, გაათავისუფლეს ისინი და მაშინვე მენშევიკებმა უარი თქვეს რევოლუციურ გარდაქმნაზე, გადაბარებაზე მუშების და გლეხებისთვის იმ ძალაუფლების, რომლებსაც მუშება და გლეხება იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და ეგრევე უთანხმდებიან ფაქტიურად უკვე წაგებულ იმპერიებს თან, გერმანიას და თურქეთს. და მინდა რომ პირველ რიგში აი ამაზე დავიწყოთ ბატონო ვალერ, თქვენ როგორ შეაფასებდით აი ამ ციტატიდან გამომდინარე ამ კონტექსტს. უნდა ვთქვა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში ვართ ჩვენ ახლა ჩაღანებული, როდესაც ვსაუბრობთ ამ თემებზე. თუ ამ საკითხებზე ჩვენ ვიტყვით იმას, რაც არის, ანუ სიმართლეს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ თავს დაგვესხმის მთელი არმია იმ ჯოჯოხეთისა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშიც არის, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაშიც არის და მედია საშუალებებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში და ყველგან.
თუ მართალს არ ვიტყვით, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ჩვენი საუბარი, იმიტომ რომ ისინი ლაპარაკობენ არა მართალს, ტყუილს და სიცრუეს. მაგრამ გასაღები ამ საკითხისა თუ თავიდანვე არ მოვხაზეთ, მე გაგვიჭირდება. აი თქვათ ახლა თქვენ სტალინის ციტატი დაიგითხეთ, მაგრამ ვიზზე იმუშავებს სტალინის ციტატი, იმათზე, ვინც სტალინს დღე-დაღამე ლანძღავს და ანათემას გადასცემს, არ იმუშავებს იმათზე. იმათზე არც ის იმუშავებს, ალბათ რის თქმასაც ახლა მე ვაპირებ, მაგრამ საზოგადოებას ჩვენ უნდა უთხრათ, რა არის ამოსავალი, რა არის ფუნდამენტი, რა მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. იყო ეს ოკუპაცია, რომელსაც შემდეგ მოყვა ანექსია, თუ სხვა რამე იყო. თვისებრივად და პრინციპულად განსხვავებული რამე. მე ვფიქრობ და არა მარტო მე ვფიქრობ, არამედ მართლა ასე იყო, რომ მაშინ მოხდა საქართველოს განთავისუფლება. მაგრამ ვისგან და რისგან? საქმე ის არის, რომ კაცობრიობის ისტორია ისე განვითარდა, არც ერთ სისტემაში, არც ერთ ეპოქაში სამართლიანი არ ყოფილა ცხოვრება. ცხოვრება იყო უსამართლო. ცხოვრება იყო აგებული პრინციპზე, რასაც ქვია ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლუატაცია. ერთი ჯგუფის მიერ სხვა ჯგუფების ექსპლუატაცია და ერთი კლასის მიერ სხვა კლასების ექსპლუატაცია. ეს იყო ბაზა ყველა სოციალური ფორმაციისათვის, რომელიც არსებობდა იქამდე, ვიდრე არ გაიმარჯვა სოციალისტურმა რევოლუციამ. იქამდე გაიმარჯვა საფრანგეთში, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა ბოლომდე, ეს ძალიან მალე დამარცხდა. პირველი გამარჯვებული სოციალისტური რევოლუცია ეს იყო 1917 წლის დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია, ასე ერქვა მას. ანუ თვისება იყო განსხვავებული, ახალი სისტემა მოდიოდა. მოდიოდა სისტემა, სადაც მიწები უნდა გადასცემოდა გლეხებს, ფაბრიკა-ქარხნები უნდა გადასცემოდა მუშებს, ანუ ამ ორი უძირითადესი სიმდიდრის მფლობელი უნდა გამხდარიყო ის, ვისაც ის ნამდვილად ეკუთვნოდა, ვინც პროდუქციას ქმნიდა. გლეხი და მუშა. ახლა უვიცები გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ მაშინო ლენინმაო და მისმა გუნდმაო მოატყუაო გლეხებიცო და მუშებიცო, ვინაიდან არც მიწები გადასცემია გლეხებსო და არც ფაბრიკა-ქარხნები გადასცემია მუშებს. ყველაფერი სახელმწიფომ წაიღო. ეს არის სრული უვიცობა. აბა პირდაპირ რომ მიეცათ გლეხებისთვის მიწები. მინდათ ლიბერალური კრიტიკაა თან. ხო და მისთვის მუშებისთვის ფაბრიკა-ქარხნები. ეს მაშინ იქნებოდა სახელის და გვარის შეცვლა, თორემ ის გლეხიც გახდებოდა მემამულე და ის მუშაც გახდებოდა კაპიტალისტი, ხო? მაგრამ სოციალისტურ სისტემაში არ არსებობდა არც კაპიტალისტის ადგილი და არც მემამულის ადგილი. ეს ადგილი დაიკავა გლეხმა ერთის მხრივ და მუშამ მეორეს მხრივ. და სახელმწიფო აშენდა ამაზე. სახელმწიფო იცავდა მშრომელი ადამიანის ინტერესებს. და არა გაბატონებული ჩაგვრელი ექსპლუატატორი კლასის ინტერესებს. აი ეს თვისებრივად სხვა ამბავი მოდიოდა და ახლა როდესაც გვეუბნებიან ჩვენ რომ ამ თარიღს ახსენებენ ხო 25 თებერვალს და მოხდა დაპყრობა რუსეთის მიერ საქართველოსი. ეს არის შეცდომაში შეყვანა. ეს არ იყო კლასიკური დაპყრობა, ეს იყო სრულიად სხვა მოვლენა. ამის გათვალისწინებით, რასაც მე ვამბობ, ამ მოვლენამ საქართველოში ძალიან ესეთ მაგალითებით რომ ვილაპარაკოთ, ამ მოვლენამ საქართველოში მოიტანა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, გემთმშენებელი ქარხანა, ავიამშენებელი ქარხანა, ელბავამშენებელი ქარხანა, მანქანამშენებელი ქარხანა, ჩარხშენებელი ქარხანა, ფეროშენადნობდა ქარხანა, ქიმიური ქარხანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამან მოიტანა სიმდიდრე. ამ მოვლენამ მოიტანა დასავლეთ საქართველოში ჭაობების დაშრობა. ამ მოვლენამ მოიტანა მალარიისგან განკურნება ადამიანებისა, რომლებიც იხოსებოდნენ ამ სენისგან. ამ მოვლენამ მოიტანა აღმოსავლეთ საქართველოში
ამ გვალვიანი და მშრალი მიწების გასარწყავება. ამან მოიტანა უნივერსიტეტი, ამან მოიტანა მეცნიერებათა აკადემია, ამან მოიტანა ინსტიტუტები, ამან მოიტანა სახალხო ჯანდაცვა, ამან მოიტანა სახალხო განათლება, უფასო და აბსოლუტურად ხელმისაწვდომი ყველა იმ ადამიანისთვის, ახალგაზრდისთვის, რომელიც ამას იმსახურებდა მისი ნიჭიერებით და მისი გულმოდგინე სწავლით. აი ეს მოიტანა ყველაფერი. და როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი შევაბრუნეთ, ანუ იმ დროინდელი მენშევიკების დროშა ვაფრიალეთ ზვიად გამსახურდიას და მისი გუნდის ხელით. ამას მოყვა თავი დავანებოთ, ახლა ვიღაცას გამსახურდია უყვარს, ვიღაცას კოსტავა პიროვნებებს თავი დავანებოთ. ვილაპარაკოთ მოვლენაზე. ეგრეთ წოდებული ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა. მოვიდა ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ემსახურა იმ პროექტებს, რომელიც დაწერილი იყო საზღვარგარეთ, ცერეუს ლაბორატორიებში, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის დასანგრევად, აი იმას ემსახურა იმ მენშევიკების დროშის ფრიალი და მოიტანა რა ხელმეორედ აღარ ჩამოუთვლი, მაგრამ რაც ჩამოუთვალე იმ ფაბრიკების, იმ ქარხნების, იმ უზარმაზარი სამრეწველო გიგანტების სრული განადგურება, ლიკვიდაცია, დაშლა და ჯართად გაყიდვა საზღვარგარეთის ქვეყნებში და თითოეულა ადამიანის გამდიდრება. მაგრამ იმ მუშების, რომლებიც იქ იყვნენ დასაქმებული, სრული განადგურება. აი დღეს იტყვიან კიდეც ამას არგუმენტად მოაქვთ. რა მუშათა კლასი არ არსებობს მუშათა კლასი. მოსპე და როგორ იარსებებს? მუშა მოსპე, შრომელი ადამიანი მოსპე გაანადგურე, ხო? და სამაგიეროდ შექმენი არასამთავრობო ორგანიზაციები. მოსამსახურეები. სამაგიეროდ შექმენი ბიზნესმენები. რომლებიც კი ბატონო დღევანდელ ვითარებაში ეკონომიკას ქმნიან, მაგრამ ქმნიან როგორ? არასწორი დასაქმებით, არასწორი ექსპლუატაციით. გახსოვთ რა ამბავი იყო აქ, როდესაც დასაქმებულის დაცვის შესახებ კანონზე ალაპარაკდნენ პარლამენტში. არგუმენტი, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება იყო ის, რომ ინვესტორი არ შემოვა, თუ დასაქმებულის უფლებები ბოლომდე იქნება დაცული. ანუ ინვესტორი შემოდის იმიტომ, რომ მას უფლება უნდა ჰქონდეს ექსპლუატაციის გაწევისა, მას უფლება ჰქონდეს მისი ნაშრომის მითვისებისა, მას უფლება ჰქონდეს ამ ადამიანის ჩაგვრისა, სოციალური ჩაგვრისა. არა მხოლოდ ადამიანი. გესმით? ესე იგი ჩვენ როდესაც გვეუბნებიან რომ დაგვიპყრო რუსეთმა კი არ დაგვიპყრო, აი ეს ყველაფერი მოიტანა და რუსეთი კი არ იყო ეს უკვე იყო ახალი სისტემა. ახალი სისტემა და ახალი კავშირი, რომელიც ყალიბდებოდა და რომელმაც მართალია სულ რაღაც 70 წელი იარსება, მაგრამ სასწაულები შექმნა. სოციალური კუთხით, ეკონომიკური კუთხით, მეცნიერებისა და ხელოვნების აღზევების კუთხით, ეს ყველაფერი ხომ ჩვენს თვალწინ ხდებოდა და ახლა მას შემდეგ დაბადებულებმაც უნდა იცოდნენ, თქოს რა იყო მე-20 საუკუნეში ქართული მეცნიერება რა დონეზე იყო, რას ნიშნავდა საქართველოში მეცნიერებათა აკადემია, რას ნიშნავდა უამრავი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც აქ იყო მუშაობდა, ფუნქციონირებდა და ახლა თითქმის განადგურებულია ბოლომდე. აი ეს ყველაფერი თუ არ შეადარე ერთმანეთთან, ისე ლაპარაკი ამ თარიღზე უბრალოდ სწორი არ არის, იცით, აი შედარებები არ არის სწორი, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი ვერაგობა ჩაიდინეს და ყველაფერ ამას, რაზე ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ადამიანის დაცვის მექანიზმებს. აი ამას დაუპირისპირეს ეროვნული დამოუკიდებლობა, რომელიც მართლაც არ მქონდა 100%-იანი მოცულობით, ხომ? არც ახლა. ჩვენი ეროვნული მართვის ბერკეტები დელეგირებული იყო საკავშირო მართვის სისტემებში, ხო? ნაწილი მქონდა, ჩვენ დროშა მქონდა, ჰიმნი მქონდა, გერბი მქონდა, რესპუბლიკა მქონდა და ვიყავით მოკავშირე რესპუბლიკა, მაგრამ ნაწილი ჩვენი უფლებებისა დელეგირებული იყო საბჭოთა. ძალიან საინტერესო, საგარეო პოლიტიკის წარმოება მქონდა. ეხლა არ გვაქვს საგარეო პოლიტიკის წარმოება დელეგირებული. ხო, ახლა აი ნახეთ, აი სწორედ იქით მიმყავს საუბარი, რომ როდესაც ეს ძალიან ისეთი მაცდური თემაა,
თავისუფლება, დამოუკიდებლობა, შენ თუ დამოუკიდებლობას დაკარგავ, ამის შემდეგ რაც არ უნდა სიკეთე მოვიდეს, იმ სიკეთეს ფასი არ აქვს გეუბნებიან, იმიტომ რომ უმთავრესი გაქვს დაკარგული. მაგრამ რეალურად ჩვენ არაფერი დაკარგული არ გქონდა. არ გქონდა დაკარგული. კი დელეგირება ხდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ საბჭოთა კავშირში ეროვნული იყო დაჩაგრული. ძალიან ბევრი თემაა და არ ვიცი რომელს გავყო, თქვა აი ენის საკითხი. ენის საკითხი, ენის სიწმინდე, ენის დაცვა, ენის მოვლა პატრონობა. ეს საბჭოთა ეპოქაში რომ იყო დაცული იმას ქვია დაცვა და მე ვიცი ეს, იმიტომ რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მე მქონდა შეხება ამასთან, ხო? და ახლა ენა დაცულია? აი 78 წლის ამბობს რომ ამბობენ აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციით, რომ ენას გვართმევდნენ, ენის სახელმწიფო სტატუსს გვართმევდნენ და ასე შემდეგ. ტყუილია ეს, აბსოლუტური სიცრუეა, მაგრამ დავანებოთ ამას და უბრალოდ შედარება გავაკეთოთ. საბჭოთა პერიოდში როგორ იყო დაცული ქართული ენა და დღეს როგორ არის დაცული ქართული ენა. ამ პოპულარიზაცია როგორ ხდებოდა კულტურის. დღეს დაცული კი არ არის, გარყვნილია ქართული ენა. ყური დაუგდეთ ტელეარხებს, ყური დაუგდეთ ისე მოლაპარაკე ხალხს დაუგდეთ ყური. თუ გნებავთ სუფრასთან დაუგდეთ ყური ადამიანები რა ენით საუბრობენ. და რა კულტურაა შემორჩენილი ქართული ენის. ნახეთ პრესა, ნახეთ წიგნები და ამის შემდეგ მივხვდებით, ესე იგი რასთან გვაქვს საქმე, ესე იგი ის რაც უმაღლეს დონეზე იყო დაცული, ის რასაც საბჭოთა კავშირმა ქართული ენა, რომელსაც გვირგვინი დაადგა თავზე, დღეს არის განადგურებული და დაბინძურებული და გაჭუჭყიანებული. ამიტომ აი შედარებები რომ იცით რა არის დამოუკიდებლობა წაგვართვეს დამოუკიდებლობის რაღაც ელემენტები თუ დავკარგეთ სამაგიეროდ მივიღეთ ისეთი რამ რაც კაცობრიობის ისტორიაში არავის არ ქონია სოციალური დაცულობის ისეთი მექანიზმები თითოეული ადამიანისა რომლის მსგავსი დედამიწის ზურზე არ ყოფილა ახლა შენ ეს ყველაფერი წამართვი მეუბნები რომ თავისუფლება დაგიბრუნე მაგრამ სინამდვილეში თავისუფლებაც არ დაგიბრუნებია ეს ხომ წამართვი თავისუფლება არ დაგიბრუნებია რაც მქონდა საბჭოთა პერიოდში ის ხარისხიც არ მაქვს თავისუფლებისა დღეს იმიტომ რომ თავისუფლება კი არ არის როდესაც გარედან კარნახობენ და რას არ კარნახობენ რა დეტალში არ ძრებიან განარამე ზოგადი და ესეთი გლობალური მასშტაბის არამედ კონკრეტიკაში ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამ ისე რომ არ დაეკითხო ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას აი ეს ბრძოლა მიდის ახლა გამიგზელდა ცოტა სიტყვა მაგრამ ეს ბრძოლა მიდის ახლა ხო აი მინდა რომ ისევ დაუბრუნდეთ ან 26 მაისს როგორც ვიცით ვაცხადებთ ჩვენ 1918 26 მაისს ვაცხადებთ დამოუკიდებლობას და ძალიან საინტერესოა რა ამხელა იმპერია გერმანიის იმპერია 28 მაისს გვიფორმებს ფოთის ხელშეკრულებას ანუ თუ აი თქვენ პოლიტიკოსი ბრძანდებით და ორ დღეში შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულების ესე მომზადება თუ იქამდე გერმანიის ნაკარნახევი არ იყო ამ დამოუკიდებლობის გამოცხადება. გერმანიის მხრიდან რომ მიიღეთ დამოუკიდებლობის აქტი. მანამდე არ გებულობდა ჟორდანიას მთავრობამ და არც უნდოდა დამოუკიდებლობის. აი და რისთვის მინდა რომ ეს წავიკითხო ეს ნაწილი რა ხდება ფოთის ხელშეკრულებით. გერმანიას გადაეცა პორტები, ფოთის და ბათუმის პორტი და ყველა სავაჭრო გზა. გადაეცა როგორც ქართული რკინიგზა, ისე ტრანსკავკასიური რკინიგზების ყველა კვანძი. ეს რა თქმა უნდა საბჭოთა აზერბაიჯანს იზოლაციაში აქცევდა და შემდეგ უკვე ნავთობის კონტროლის მექანიზმი იყო ერთ-ერთი. გადაეცა მარგანეცის, ჩაის, ღვინის, ციტრუსის და სხვა ინდუსტრიები. და ასევე მიეცათ უფლება განეთავსებინათ სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე. აი ამის შემდეგ უკვე აი ჩვენ რო საუბრობთ ბატონო თემურა რამდენიმე ქრონიკიდან რამდენიმე იმას ამოვიღებ ნაწერს. ჩვენ რო საუბრობთ რისგან მოხდა, აი ბატონმა ვალერმა სწორად თქვა რომ გათავისუფლდა, ხო, მაგრამ მეორე მხრიდან როდესაც საუბრობს სიტყვაზე ჩვენი მენშევიკების შთამომავლები საუბრობენ, ისინი მართლა თავისი კუთხიდან უყურებენ და მათ ქვეყანა წაართვეს. ქვეყანა წაართვეს, ოღონდ ისმას კი არ ამბობენ, იმას ვერ იტყვიან რომ ქართველებმა წაგვართვეს ჩვენ ქვეყანები, რეალურად ქართველებმა წაართვეს. აბრალებენ რომ წაგვართვეს რუსებმა. ხო ამ შემთხვევაში და აი წავიკითხავ ახლა მაგალითისთვის 1918 წელი ეს არის მხოლოდ 3 თვის
არასრული სამისთვის არასრული ქრონიკებია, ეხლა მე რაც აქ ჩამოწერილი მაქვს და არის მთელი ამდენიმე გვერდია. 25 მაისს რა ხდება? რომელი წელია? 1918 წლის 25 მაისი. გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე. ბორჯომში რევოლუციური მოძრაობის გაძლიერების გამო გაგზავნეს ტყუიამფრქვევებით შეიარაღებული გვარდიელთა რაზმი. ეს ქართველებმა, საქართველოს მთავრობა. კი. 3 ივნისი. ტყიბულში რევოლუციური მოძრაობის გაძლიერების გამო მენშევიკებმა მოსახლეობის რეპრესირების მიზნით გაგზავნეს ქუთაისის მფრინავი რაზმი. 9 ივნისი. მანგლისში და მის შემოგარენში დაიწყო გლეხთა შეიარაღებული გამოსვლები მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. 10 ივნისი. ზუგდიდის რევოლუციური მოძრაობის ჩასახსრად მენშევიკებმა გაგზავნეს მფრინავი რაზმი. 11 ივნისი. ბორჩალოს რევოლუციური მოძრაობის ჩასახსრად მენშევიკებმა გაგზავნეს გერმანული ჯარი ტყუიამფრქვევებით და არტილერიით. ეს არის პირველი 11 ივნისს, ანუ ორ კვირაში უკვე პირველად გამოიყენეს გერმანული ჯარი აჯანყების და რევოლუციური მოძრაობის ჩასახშობად. შეიარაღებული ადგილობრივი მოსახლეობის დაწიოკება და განიარაღება 1918 წლის ნოემბრის ბოლომდე გრძელდებოდა. ანუ 11 ივნისიდან ნოემბრის ბოლომდე აწიოკებდა გერმანული ჯარი საქართველოში გლეხებს და მუშებს. ანუ ეს იყო დამოუკიდებლობა, რასაც ესენი ამბობენ ახლა. და ის რაც ბოლშევიკებმა გააკეთეს, თან ქართველმა ბოლშევიკებმა, იმიტომ რომ აქ უამრავი ადამიანი იყო ქართველი რევოლუციურ მოძრაობაში, ის იყო თურმე ოკუპაცია და მინდა რომ აი ამაზე გავაკეთოთ პირველ რიგში კომენტარი და შემდეგ ეს ქრონიკებსაც გავაგრძელებთ ნელ-ნელა. ახლა შევხედოთ ამას, ესე იგი მაშინ საქართველოს ვალი არ ქონდა. გერმანიისა და მთელი ეკონომიკა წაართვეს, მთელი სიმდიდრეები წაართვეს. უკრაინას ვალი აქვს და ისე ართვეს ტრამპი. უკრაინას 500 მილიარდის ესე იგი ქონებას და სიმდიდრეებს თხოვს. და იქ ვალი არ ქონდა ჩვენ და ისე წაგვართვეს. და მენშევიკურმა მთავრობამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა გერმანელების მითითებით, იმისათვის რომ აი ეს ხელშეკრულება დაედო გერმანიასთან. გერმანიამ მერე ცნო რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა, რაც იმ მაშინდელი მთავრობის ესე იგი რა თქმა უნდა ინტერესებში შედიოდა, მაგრამ რის ფასად? აი ამის ფასად, რომ გერმანული ჯარები შემოვიდნენ, გერმანულმა ჯარებმა დაამყარეს წესრიგი, ის წესრიგი, რომელიც გერმანულ მხარეს აწყობდა და წაიღეს მაშინდელი რაც კი რამე ესე იგი კარგი იყო ეკონომიკაში და მუშაობდა, მისი კონტროლი გადავიდა გერმანელების ხელში. ჩვენ ერთადერთი რაც მივიღეთ იყო მხოლოდ მენშევიკური მთავრობის უსაფრთხოება. ანუ თუ ეს არ არის კომპრადორული მთავრობა, სხვას რას უნდა დავარქვათ. და კიდევ ერთი აი მაჯანყებებზე შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ბოლშევიკებმა მოაწყვეს ქვემოდან ეს აჯანყებები ინსპირირებული იყო მთელი საქართველოს და აქ ნაწილია რა თქმა უნდა იმის 1% არა რაც იყო სინამდვილეში. ილო რაც აღნიშნა კიდევაც ილო და მაგრამ საქმე იმაშია რომ მენშევიკური მთავრობა რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში თანაც ისე არჩევნები გზით დაუშვათ იქ არჩევნებშიც ისე არ ყოფილა ასე სრულმასშტაბიანი არჩევნები არ ყოფილა მთელ მოსახლეობას არ მეუღია მაშინ არჩევნებში მოაძლევობა დღევანდელი გადმოსახედიდან რო ვთქვათ კი მაშინ პროგრესული იყო იმ მომენტისთვის მაგრამ მოსახლეობას თუ ავიღებთ არა მთლიან მოსახლეობას არ აურჩევია მაშინდელი მთავრობა ეს ერთი მეორე მენშევიკური მთავრობა არც აპირებდა იმ პრობლემების მოგვარებას, რა პრობლემები ძიდგა მაშინ საქართველოს მოსახლეობის წინაშე. პრობლემები რომ ეს არის ეკონომიკური კრიზისი, რომ რაც რესურსები არის დაუშვათ, მიწის რესურსები იქნება ეს თუ წარმოების საწარმო სიმძლავრეები, ქარხნები, ფაბრიკები თითქოს უნდა გადასცემოდა და მოხმარებოდა მუშებს და გლეხებს, მაგრამ ამას არ აპირებდა მენშევიკები და არც გაუკეთებია ეს მენშევიკებს 1921 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, როცა ესე იგი თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდა, არ ყოფილა ეს. ეს იყო მთავარი მიზეზი მენშევიკური მთავრობის კრახისა. იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში მენშევიკური მთავრობის პოლიტიკა არ შედიოდა. მისი საწინააღმდეგო პოლიტიკა იყო მთელი 3 წლის მანძილზე. აი მინდა რომ ზუსტად ამაზე გავაკეთო ახლა აქცენტი რომ კონტექსტაც ხო ქონდა მნიშვნელობა ახლა დღეს ცოტა სხვანაირი კონტექსტია მაშინ ქართველი მუშა და გლეხი ხედავს რომ იბრძოლა რაღაცა ქვეყნისთვის ეს ქვეყანა ვითომ აქვს მაგრამ რეალურად თავრობა მოვიდა რომელიც მის ინტერესებს არ ატარებს არ და მან დაღვარა სისხლი ოფლი ყველაფერი და ამავდროულად თან უყურებს ჩრდილოეთ კავკასიის თვალს დაღესტნის საბჭოთა რესპუბლიკას ბაქოს საბჭოთა რესპუბლიკას რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკას უყურებს და ხედავს რომ მოატყუეს
ანუ და აქედან იწყება ეს მთლიანი აჯანყებები და მინდა რომ პატარაზე გავაგრძელებ, ანუ ჯერ კიდევ აი ჩვენ გავჩერდით 11 ივნისი. 15-16 ივნისი, აი მთელი საქართველოს რომ მოიცავს მაგისთვის მინდა რომ ეს წარმოვადგინო. დუშეთის მფრინავმა რაზმა განაიარაღა და დააწიოქა ბაზალეთის და მისაქციელის გლეხობა. სოფელ წიგნის გლეხობამ თავდაცვის მიზნით მთებზე სანგრები გათხარა და მაზრის მშრომელებს და გლეხებს მოუწოდეს აჯანყებისკენ. სოფელ წილკართან 17 ივნისი 15-16-ში გამაგრდნენ 17 ივნისს სოფელ წილკართან ბრძოლები გაიმართა ბრძოლებში გლეხობამ დახოცა იარაღის ასაყრად გაგზავნილი მფრინავი რაზმი და 100-ზე მეტი ჯარისკაცი 21 ივნისი მოსკოვის მიტინგზე ლენინი ღიად ამხელს კავკასიის მენშევიკებს თურქეთის იმპერიალიზმთან კავშირის შეკვრაში მინდა რომ გავაგრძელოთ რეალურად საქართველოს მოსახლეობის მაშინდელი პერსპექტივიდან დავინახოთ, რომელმაც იომა იბრძოლა, გამოიარა პირველი მსოფლიო ომი, იბრძოლა რევოლუციისთვის, გადააგდო რუსეთის სხვა ხალხებთან ერთად მეფის ხელისუფლება და უცებ აი ეს ავანტურისტები, რომელიც მხოლოდ რიტორიკის დონეზე იყვნენ სოციალისტები და იბრალებდნენ, რომ იყვნენ სოციალისტები და იყვნენ მეგობრები, სიტყვაზე ლენინის თუ სტალინის ერთ პარტიაში იყვნენ ბოლო-ბოლო, ხო? უცებ ეს ადამიანები ჟარგონზე ვთქვათ თავზე აჯდებიან. ამ ადამიანებმა მოიტანეს ორი სიცრუე. ორი არსებითი ხასიათის სიცრუე. ერთი რომ ისინი იყვნენ სოციალისტები, რაც იყო წმინდა წყლის სიცრუე და მეორე ის რომ ისინი იყვნენ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხი. ესეც იყო წმინდა წყლის სიცრუე. არავითარი დამოუკიდებლობა მათ არ მოქონდათ. ისინი იყვნენ ისეთივე აგენტურა დასავლეთისა როგორ აგენტურასაც ჩვენ ხვდებით მას შემდეგ აი ამდენი ხნის განმავლობაში და ახლაც ვებრძვით მაგ აგენტურას. ეგ აგენტურა დღესაც ცდილობს დაანგრიოს საქართველოს. ეგ აგენტურა დღესაც ცდილობს საქართველოსა და რუსეთს შორის მდგომარეობა მიიყვანოს ომამდე და ჩავთოს მეორე ფრონტში როგორც თვითონ უწოდებენ ხომ უკრაინის პარალელურად. აი იგივე აგენტურა იყო ის ვინც მაშინ მოვიდა ხელისუფლებაში. განსხვავება მათ შორის არანაირი არ არის. სხვათა შორის არც ზნეობრივი მაჩვენებლებით და პარამეტრებით არ არის არანაირი განსხვავება. აი დავაგვირდეთ რა გააკეთეს მათ, მაშინ როდესაც მოუწიათ აქედან გაქცევა. მათ გაძარცვეს სამი ინსტიტუტი. სადაც იყო მთელი ეროვნული სიმდიდრე თავმოყრილი. ეს იყო ბანკი, ხაზინა, ეს იყო ეკლესია, მონასტრები და ეს იყო მუზეუმები. ყველაფერი გაძარცვეს. ჩაალაგეს ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი, რაც იყო სიმდიდრე და ეროვნული განძი. აქ მარტო ოქროს და ბრილიანტის ფასით კი არ უნდა გამოსაზღვროთ ის რაც წარმოადგენდა. ის იყო ეროვნული სულის გამოხატულება. წარმოგიდგენიათ ეკლესიებში რაც იყო ხატები და ჯვარები კაცო რას ლაპარაკობ. იმას რომ აწონი თქვა და ამდენი ღირს ოქრო ამითი ხომ ვერ დააფასებ. ოქრო შეიძლება უხეშად ვამბობ 1000 ლარი ღირდეს, მაგრამ თვითონ ის ხატი, ის ჯვარი, ის ნივთი იყოს შეუფასებელი. იმიტომ რომ ის არის თამარის ნაქონი, ის არის აღმაშენებლის ნაქონი, ის არის ისტორიის სულით არის გაჟღენთილი და აი ეს ყველაფერი ჩაყარეს 248 შეკრეს. 248 და გაიტაცეს საქართველოსთან თან აი დამცველი რომ იყო ექვთიმე თაყაიშვილი. ექვთიმე თაყაიშვილი ცალკე მისდევდა ის სხვა გემმა წაიღო, ის სხვა გემით მისდევდა, იქ ვინ აფათურებდა მაშინ ხალხს და რაღაცა კაცმა არ იცის, მაგრამ სადღაც საფრანგეთში შეიტანეს ეს ბანკში, მარსელის ბანკში და განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს ემიგრაციაში მყოფი მთავრობის საკუთრება. ის კი არ თქვენს, რომ ეს არის საქართველოს ეროვნული განძი, რომელიც ჩვენ გადარჩენის მიზნით წამოვიღეთო. არამედ ეს არის ჩვენი საკუთრებაო და იმ საკუთრებით იცხოვრეს იქ ათეული წლების განმავლობაში. რაღაცები შეიძლება, აბა სხვა რა ქონდათ საარსებო საშუალება. ეს იყო და რაც გადარჩა, კი ექვთიმე თაყაიშვილმა ბევრი იწვალა, ბევრი იშრომა, ბევრი
ბევრი იღვაწა იმისთვის რომ გადაერჩინა რაღაც ნაწილი, მაგრამ იმ ნაწილის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა რომ არა საბჭოთა ხელისუფლება და რომ არა სტალინი. სტალინმა გადაწყვიტა გადარჩენილი ნაწილის საქართველოში დაბრუნება. სტალინმა გადააწყვეტინა საფრანგეთის პრეზიდენტს დე გოლს რომ ეს ასე მომხდარიყო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კონფისკაციას ექვემდებარებოდა და ჩამორთმეული იყო აღარავით არის ბატონ პატრონი, არც ის მენშევიკები გაქცეული და არც მithumetes საქართველოს უკვე აღარ იყო იმის, იმიტომ რომ იქ შენახვის საკომისიო ამბები იყო, იქ რაღაცები იყო, გადათვალეს, გადმოთვალეს ეს ყველაფერი და მოხდა კონფისკაცია, მაგრამ სტალინმა გადააწყვეტინა დე გოლს რომ ეს განძი დაბრუნებული რაც იყო გადარჩენილი და რაც იყო გადარჩენილი ეს იყო 39.5 რომელიც საქართველოში დაბრუნდა. ანუ ძალიან ცოტა ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი განიევდა. ისე იგი ამ ადამიანებმა, ამ მენშევიკებმა, ამ გათახსირებულმა ხალხმა ნოე ჟორდანიას მეთაურობით ყველა ითვალისწინებს, ყველას ხვდება თავისი წილი ამ სალანძღავის სიტყვიდან, რომელიც მე ახლა წამოვდგე. ამათ ისარგებლეს იმ შემთხვევით რომ შემოვიდნენ ბოლშევიკები, ამათ მოუწიათ გაქცევამ და გაატანეს ხელს, ასე ვთქვათ, ეს სიმდიდრე. აი ეს ადამიანები იყვნენ ესენი და ახლა ჩვენ ამათ თუ შეფასება არ მივეცით. ჩვენ ეს ისტორია მთლიანობაში არ დავინახეთ და ისე ვიძახეთ რომ აი დაგვიპყრეს, იცით რა არის დაპყრობა ერთია, დაპყრობა ცნობილი ამბავია, ხო? ისტორიული ამბავია და დღესაც გრძელდება. დაპყრობები და ოკუპაციები და ანექსია და ყველაფერი გრძელდება. მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ეს იყო ერთადერთი უნიკალური შემთხვევა, სოციალისტური სისტემის ჩამოყალიბება და სოციალისტური რევოლუცია, რომელიც სხვა მიზნებს ისახავდა. სხვათა შორის კომუნისტებს არც ერთ ეტაპზე ხალხი არ მოუტყუებია. კომუნისტური პარტიის მანიფესტში ჩაწერილია, რომ კომუნისტები მიმართავენ ძალადობას ხელისუფლების ხელში ასაღებად. იმიტომ რომ ხელისუფლება ჩაგვრელი, გაბატონებული ექსპლუატატორული კლასიდან უნდა გადავიდეს მშრომელი კლასის ხელში. არსად მშრომელი კაცის ხელში ძალდატანების გარეშე ძალაუფლება არ გადასულა. ეს მოხდა ერთადერთი შემთხვევა იყო კაცობრიობის ისტორიაში. ძალიან საინტერესოდ გრძელდება მე ეს ციტატა, ამბობენ რომ კომუნისტებმა ამაღათ უნდა თქვა და არ უნდა დაუმალოთ ვინა ვართო და ჩვენთან რო ეძახიან ხოლმე ბოლშევიკებს, ანუ ისეთი ბოლშევიკი რა ვთქვი რომ მალავს. რომ ამბობს რომ არა. ანუ მაშინ რატო ეძახიან ჩვენთან ამ ყველას ნეობოლშევიკებს და კომუნისტებს? და მინდა რომ გავაგრძელოთ. ორი მომენტია მანდა. ერთი არის უვიცობა და მეორე არის დაქირავებულობა. უვიცი ეძახის, ვინც არ იცის, ის ამბობს იმას, რაც ჩაზახეს, იმას ამოგძახებს და დაქირავებული რა თქმა უნდა, ვინც უნდა ლანძღოს ყველაფერი კომუნისტური და სოციალური. ახლა აი დააკვირდით რა ხდება ბატონო ილია, ნახეთ ჩვენთან მოქმედებს ეგრეთ წოდებული თავისუფლების ქარტია. ბატონო, სამარცხვინო მოვლენა. აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა, რომელიც სააკაშვილის დროს არის შემოღებული, მაგრამ რომელსაც არ აუქმებს ეს ხელისუფლება. იმიტომ რომ ჯერ ერთი მე მგონი კარგად ვერ ერკვევიან რასთან გვაქვს საქმე და მეორე ძალიან გვანან იმ წინამორბედებს ბევრ რაღაცაში. მათ და სამწუხაროდ. რა არის თავისუფლების ქარტია? თავისუფლების ქარტიით გათანაბრებულია კომუნისტური სიმბოლიკა და ფაშისტური სიმბოლიკა. გათანაბრებულია და ორივე არის აკრძალული. სანამ ცოცხალი ვეტერანები ყავს თან. ცოცხალი ვეტერანები ყავს, რომელსაც მკერდზე აბნევია საბჭოთა სიმბოლიკა და მკერდზეც რომ არ ებნიოს საბჭოთა სიმბოლიკა, ის თავად არის საბჭოთა სიმბოლიკა. შენაირებს ებრძოდიო, შენ ეს არის ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავი გაწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და როდესაც შენ კანონით ათანაბრებ ფაშისტებს და მათ ვინც ფაშიზმი დაამარცხა. ამაზე დიდი სამარცხვინო რა უნდა იყოს. თან ნახე, ესე იგი უსირცხვილოდ დაეწყობიან ამ 9 მაისს და გამოცხადდებიან ამ ვეტერანების წინაშე ვითომ პატივს მიაგებენ. და იქ რომ წითელი დროშა დაინახონ. იქ რომ ჩაკუჩი და ნამგალი დაინახონ, იქ რომ წითელი ვარსკვლავი დაინახონ. ამისთვის ხალხს აპატიმრებენ. და შენ ვისთანაც მიდიხარ
თქვი და კიდევ გავიმეორებ. ის არის ყველაზე დიდი სიმბოლიკა იმ საბჭოთა კავშირისა. რატომ მიდიხარ მაშინ? მაშინ ბოლომდე უარყავი ეს ყველაფერი და როგორც კომუნისტები პირდაპირ თავის სახელს არქმევდნენ ყველაფერს, დაარქვი თავის სახელი, რომ საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა იყო ისეთივე უბედურება, როგორიც იყო ფაშიზმი და არც ერთს პატივს არ მიაგებ. რას მიდიხარ მაშინ იქ? დაარქვი თავის სახელი ყველაფერს, მაგრამ ვერ არქმევს, თან არქმევ, თან ვერ არქმევ, რაღაცას ეფარები, რაღაცა სხვა ფასადით მოდიხარ. სამარცხინო გულის ამრევია ეს. იმიტომ ხა პოლიტიკოსები არიან და ეს არის უკვე ეროვნული ნაწილია შენი. ამას ვერ სურო ვერაფერ დიდხანს გვიყვავს ეს ვეტერანები, რო აღარ გვეყოლებიან. ეს ნაწილი მაინც ჩვენი იქნება. ეს ნაწილი მაინც პოლიტიკის ნაწილი იქნება. 350,000 კაცი ჩაწვა ხო იმ ომში? ჩვენგან მხოლოდ. კი. ჩვენგან საქართველოს აბა მე მილიონებზე არ ვლაპარაკობ საბჭოთა კავშირის მასშტაბზე. საქართველოსთან ესე იგი იმათ პატივს არ სცემ 700,000 კაცი იყო წელს. ეს ციფრები ჩემი ხომ არ არის გასულ ეს საყოველთაოდ ცნობილი ციფრებია რა. პატარა რესპუბლიკიდან 700,000 კაცი მონაწილეობდა ფაშიზმის დამარცხების უდიდეს საქმეში. და ქართველი კაცი ედგა სათავეში ხო? იმ კაცს დევნი, იმ კაცს წეული. ახლა როგორ დაგიჯერო მე შენ ბოლომდე ებძვი, თქვა სააკაშვილს. როგორ დაგიჯერო? როდესაც სააკაშვილის ებძოდა სტალინს და შენც ებძვი სტალინს. როდესაც სტალინის ძეგლი პირქვე დამხობილი აგდია წლების განმავლობაში, სადღაც გორში და ამის მოვლის თავი არა გაქვს. და იმის თავი არა გაქვს, რომ ის თუნდაც მუზეუმის ეზოში მაინც იდგეს, როგორც ძეგლი სოფლიოში ყველაზე დიდი პიროვნებისა და ყველაზე გამოჩენილი მხედართმთავრისა და ყველაზე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, ქართველი კაცის. რა უფრო სევდიანი იქნება, მოვლის თავი და სურვილი რო არ ქონდეთ თუ უბრალოდ გამბედაობა არ ყოფილდეთ ამის გასაკეთებლად. მე მაინც გონია რომ უვიცობა არის ყველაფრის სათავე და შემდეგ რა თქმა უნდა გამბედაობა, იმიტომ რომ ის გაგლანძღავს ამის გამო, ის ჩამოგაგდებს, ის დაგამხობს ამის გამო. იცით რა არის? აი ამერიკელების და ევროპელების ისე არ ეშინიათ ამათ. როგორც იმ ძალების, რომელიც სტალინს ებრძვის, რომელიც სოციალისტურ სისტემაზე, იმათი უფრო ეშინიათ. თორემ აი ხომ ხედავთ ახლა ჩვენ რომ ქართული ოცნება, მართველი პარტია დღევანდელი ძალიან ვაჟკაცურად იქცევა ამ ნაწილში. დაუპირისპირდნენ ამერიკასაც, ევროპასაც და ეუბნებიან რომ არა, სუვერენიტეტი უნდა აღდგეს. ჩვენ არ მოგცემთ თქვენ უფლებას საშინაო საქმეებში ჩაერიოს. ხო ფაქტია რა, მაგრამ აბა ამ ნაწილში გაბედონ რამე. ან არ უნდათ ან ეშინიათ, ან არიციან. მეოთხე არ არსებობს. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ბევრად უფრო მე მგონი სერიოზულია. ამათ არ უნდათ ამ სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შეცვლა, რომელიც დღეს დამყარებულია საქართველოში. ეს არის ანტიხალხური სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც მორგებულია მხოლოდ ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე. არის ეს სისტემა შექმნილი ბიზნესმენების მიერ და ბანკირების მიერ. რო გაიხსენოს მოსახლეობამ და სიმართლე ითქვას იმ წყობაზე, რა წყობაც იყო მაშინ. რა თქმა უნდა, ეს დაასუსტებს კერძო ინტერესებს საქართველოში. და ის იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს იმ ისტორიას. უკვე გახდა იძულებული ანგარიში გაუწიოს საბჭოთა ისტორიას, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი მიდიან და მელიტონ კანთარიას ბიუსტთან ყვავილები მიაქვთ. და ამ დროს ერთდროულად აკრძალული არის თვითონ მელიტონ კანთარია როგორც ასეთი. რა თქმა უნდა, ისიც სიმბოლოა. ისიც კომუნისტური სიმბოლოა და კომუნისტური იდეოლოგია, იმიტომ რომ იმან აიტანა დროშა, სადაც წითელი დროშა აიტანა რაიხსტაგზე, სადაც გამოსახულია კომუნისტური სიმბოლიკა, ნამგალი და ურო გადაჯვარდინებული და ვარსკვლავი. მაგრამ არ მივიდოდნენ რომ ეს არ იყოს აი ეს ისტორიული მეხსიერება რომ საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული რომ არ იყოს როგორც აქტიურად მოქმედი ფაქტორი. დიახ. რა თქმა უნდა არ მივიდოდნენ, იქ ყვავილებს არ მიიტანდნენ. ერთი პერიოდი ასეც იყო 90-იან წლებში.
არ მიდიოდნენ, არ აღნიშნავდნენ. გეტყვიან თქვათ, აი თუნდაც იგივე რუსეთში, რომელიც იყო ბირთვი და შემკვრელი საბჭოთა კავშირისა, ხო? იგივე რუსეთში დღეს კაპიტალისტური სისტემა გვაქვს. კაპიტალისტურმა სისტემამ გაიმარჯვა ცივ ომში ამერიკამ კი არ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირზე კი ესეც მოხდა მაგრამ მარტო ეს კი არ იყო მთავარი არამედ კაპიტალისტურმა სისტემამ გაიმარჯვა სოციალისტურ სისტემაზე ეს არის აქ უმთავრესი და რა კი ეს ფაქტი მოხდა ახლა ესენი გეუბნებიან რომ მას არ ქონდა ის პოტენციალი მას არ ქონდა ის შესაძლებლობა რომ განვითარებული იყო იმიტომ რომ ის არასწორი სისტემაა ახლა გამოცხადებულია რომ ყველაფრის პანაცეა არის საბაზრო ეკონომიკა და კაპიტალისტური სისტემა და როდესაც ადამიანი ხედავს რომ ეს სისტემას დაინგრა ეს სახელმწიფოს დაინგრა და შენ ეუბნები რომ არა ის უკეთესი იყო ის ჯობდაო აი აქ დიდ წინააღმდეგობაში შევდივართ ის თუ ჯობდა რატომ დაინგრა მაგრამ აქ რა ხდება იცით ის იმიტომ კი არ დაინგრა რომ ცუდი იყო სუსტი იყო განვითარების პოტენციალი არ გააჩნდა არამედ დაინგრა ღალატით დაინგრა სწორედ აგენტურის მოყვანით საბჭოთა კავშირის სათავეში ხლა ეს 70 წელი კი არსებობდა მაგრამ ახალგაზრდა სისტემა იყო ხო და გარემოცული იყო კაპიტალისტური სამყაროთი კი ბევრგან მოხდა უკვე რევოლუცია ჩინეთიდან მოყოლებული და თითქმის ყველა კონტინენტზე იყო უკვე სოციალისტური რევოლუცია გამარჯვებული მაგრამ კაპიტალისტური გარემოცვა იმდენად დიდი იყო და იმდენად ძლიერი იყო რომ მათ შეძლეს იმ მასშტაბის ღალატის ორგანიზება რაც მოხდა საბჭოთა კავშირში ეს ხო საუკუნის ღალატი იყო რა როდესაც პირველი კაცი ღალატობს როდესაც პირველი კაცი ანგრევს როდესაც პირველი კაცი მოწადინებულია რომ დაშალოს გორბაჩოვზეა ლაპარაკი რა თქმა უნდა და გორბაჩოვი შევარდნაძე იაკოვლები და მთელი ელიტა ასე ვთქვათ პოლიტბიუროსი რომელიც ამ მიმართულებით მუშაობდა რა კი ეს ფაქტი მოხდა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ კარგი და ცუდი ვერ შეადარო ერთმანეთს. კარგში კარგი ვერ დაინახო და ცუდში ცუდი ვერ დაინახო. როგორ შეიძლება დღეს ვინმე ვერ დაინახოს კაპიტალიზმის კრიზისი? კაპიტალიზმის კრიზისი ახლა ამერიკას რომ ახშობს. ამერიკის შეერთებული ხან deep state-ს არქმევენ ამას, ხან გლობალური ომის პარტიას არქმევენ, ხან მასონებს არქმევენ, ხან რას არქმევენ, ხან რას არქმევენ. ამას ერთი სახელი ქვია. ეს არის იმპერიალიზმის უკანასკნელი სტადია, როდესაც ის იხრჩობა, როდესაც მას სხვა გამოსავალი არ აქვს. და როდესაც აუცილებლად რაღაცა გლობალური უნდა მოხდეს და მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ახლაც გავიმეორებ. მე მაგალითად ტრამპში, რომელიც მომწონს როგორც პიროვნება, როგორც მებრძოლი, ბევრ რამეს სწორ შეფასებებს აძლევს და სწორადაც აკეთებს, მაგრამ მე ამ პიროვნებაში მაინც ვხედავ რაღაც გორბაჩოვის რეინკარნაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც დააჩქარებს პროცესებს. და ეს პროცესები რა არის? იმ კრიზისთა გამწვავება, რომელიც დღეს სახეზე არის და რომელიც აუცილებლად კრახით უნდა დასრულდეს. სხვა გამოსავალი არ არის. ამერიკასა და ევროპას შორის მათ რა ერთიანებდა, სწორედ ეს სისტემა ერთიანებდა, ხო? დღეს დიდი შავი კატა დარბის აკეთიკით, ხო? გამწვავებულია ურთიერთობები და ხო ხედავთ რა ხდება ევროპა პრაქტიკულად ჩამოწერეს, გაიყვანეს პანტერა დარბის, არა თუ კატა. პანტერა დარბის შავი, ხო? ხო და ასე რომ მე მგონია რომ ადამიანმა რომელსაც სურს რომ ამაში გაერკვეს ცოტა ღრმად უნდა ჩაიხედოს თორემ ასე ზედაპირულად რადიო რასაც გეტყვის და ტელევიზიიდან რაღაც ვიგინდარები ტელეარხები რო აქვთ ხელში ჩაგდებული და დღე-დაღამე იყეფებიან და რაღაც წამლავენ საზოგადოებას იმას თუ ერთ-ერთში გაიმეორებ შენც ისეთივე უვიცი აღმოჩნდები და ამ დროს ისინი უვიცები არ არიან იმდენად რამდენადაც გამყიდველები არიან რამდენადაც ფულის მონები არიან რამდენადაც სხვა სახელმწიფოების და სხვა იდეოლოგიის სამსახურში არიან ჩამდგარი, მათთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს არც ქართული ეროვნული ღირებულებები, არც სოციალური სამართლიანობის იდეა და სხვათა შორის არც ერთი იდეა. მათთვის ერთი იდეა არსებობს, ეს არის კაპიტალი და ჩამდგარი არიან კაპიტალის სამსახურში. ახლა აქ ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღებას იმას, რომ დღეს 20 რამდენი წელი გავიდა იმ შემდეგ რაც საბჭოთა ხელისუფლება და სოციალიზმი არ აგვაქვს 91-დან 33 წელი 34 წელმა დაამტკიცა რომ
კაპიტალისტური წესის პირობებში და ჩვენ არა უბრალოდ კაპიტალიზმი გქონდა, არამედ გქონდა გაქანებული ნეოლიბერალური კაპიტალიზმი, როცა სახელმწიფო რეგულირების ფაქტორი საერთოდ იყო გამორიცხული. ყველა სფეროდან, ეკონომიკის სფეროდან, სოციალური სფეროდან, როდესაც ყველაფერი გაიყიდა, აი ბენდუქიძის იდეოლოგია არის დღემდე და ბენდუქიძის მიერ თავს მოხვეული შესაბამისი მეთოდები და შესაბამისი ესე იგი მეთოდიკა ეკონომიკის და სოციალური პროცესების მართვისა, რომ ყველაფერი უნდა გაიყიდოს, ყველაფერი უნდა იყოს კერძო უნდა იყოს ჯანდაცვის სფეროში, კერძო საკუთრება, ყველაფერი კერძო უნდა იყოს, მათ შორის განათლების სფეროშიც ყველაფერი, ამან ცოტა ესე იგი ეროზია განიცადა ამ დამღუპელმა, ასე ვთქვათ, პოზიციამ დღეს და განათლება ასე თუ ისე სახელმწიფომა ერთი პერიოდი მძლავრობდა განათლების სფეროშიც კი, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს სახელმწიფო მიერ ორგანიზებული განათლების სისტემა და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ 34 წლის თავზე მომავალ წელს 35 იუბილეი იქნება, როცა კაპიტალიზმი გვექნება საქართველოში, იმის საწინააღმდეგო, რაც მოიტანა 25 ფებრუარს 1921 წელს, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სისტემას არ შეუძლია არც ერთი პრობლემის მოგვარება, არც ერთი პრობლემის ასე თუ ისე შერბილება მაინც, როგორიცაა ეკონომიკური პრობლემები, როგორიცაა ამ ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა, რომელიც ჩვენ თვალწინ ღრმავდება და ძლიერდება, ეს არის მიგრაციის პრობლემა. ყოველ წელს 10,000-ობით საქართველოს მოქალაქე გადის საზღვარგარეთ და არ ბრუნდება უკან. მიგრაციის პრობლემა, ბავშვთა შიმშილის პრობლემა, შიმშილის პრობლემა საერთოდ საქართველოში, დაუცველობა, უმუშევრობის პრობლემა, ხვალინდელი დღის იმედი არ აქვს, ბანკები, რომლებიც ყაჩაღებად არიან ქცეული. რომელი ერთი ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი მეგობარი ბატონი თემურ მაისურაძე, ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ჯანსაღი ცხოვრების წესით, ის ფაქტიურად ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ სასიკვდილოდ განწირა, გარიყა კაცი, რომელსაც კავშირები აქვს, რომელსაც ავტორიტეტი აქვს, ეს არ არის უბრალო მოქალაქე და დღეს ის გერმანიაში მკურნალობს. აი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მომართულია მხოლოდ მოგებისკენ, არა იმისკენ, რომ ჯანმრთელობა დაიცვას, რომ ავადმყოფობა არ იყოს, არა, დღევანდელ სისტემას ჯანდაცვისას, რომელიც კერძო არის მთლიანად. თუმცა აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი. აი ამ სისტემას ინტერესების შედის არა ავადმყოფობა რო არ იყოს, არა პირიქით ავადმყოფობა იყოს და რაც შეიძლება მეტი. იმიტომ რომ მის ინტერესებში შედის რაც შეიძლება მეტი მოგების მიღება. აი ამ სისტემამ საქართველოს დაღუპვის მიიყვანა. იმიტომ რომ საქართველოს როგორც ასეთი არ იარსებებს. რამოდენიმე წელიწადში 5-15 წელიწადში ჩვენ არ ვიარსებებთ. შესაბამისად არც ქართული კულტურა იარსებებს და არც არსებობს ის, თუ რამე არსებობს ინერციით, ის რაც ჰქონდა საბჭოთა პერიოდში. ის არსებობს, იმისი რეტრანსლაცია ხდება, თუ რა დონით ხდება, ესეც სხვა საკითხია. მაგრამ ჩვენ ვდგავართ საქართველოს დაღუპვის წინაშე და კაპიტალიზმი არის ამისი მიზეზი და ამისი კაპიტალიზმი ღუპავს საქართველოს. მაგრამ მე მაინც არ მინდა დაუკარგო თუნდაც მცირეოდენი ვთქვათ რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებას, იგივე ჯანდაცვის სფეროში ვთქვათ არსებობს ეს საყოველთაო დაზღვევა რაღაცა, რომელმაც ასე თუ ისე შესაძლებლობა მისცა ადამიანს ექიმთან კონდეს კონტაქტი. მისცა გარკვეული შესაძლებლობა. არ მინდა ეს დაუკარგო, მაგრამ ამ სისტემას უფრო უკეთესად ამ საკითხების მოგვარება პრაქტიკულად არ შეუძლია როგორც ჩანს. აი თქვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვით, სახელმწიფოს ჩარევა, სახელმწიფო როგორც რეგულატორი. რეგულირება უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში, ხო? ეკონომიკური და სოციალური პროცესები. ეკონომიკური, სოციალური პროცესების რეგულირება. რეგულირება რას ნიშნავს? საბაზრო ეკონომიკის უარყოფას კი არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს ადამიანების დაცვას.
იქ ვიღაცა ხარბია, ვიღაცას ძალიან დიდი მადა აქვს, ვიღაცა ძალიან დიდი მუცელი აქვს. ამის ყველაფრის რეგულირება აუცილებელი, თორემ აი შეხედეთ ახლა ფასები სად გარბის უკვე ჩვენთან რა მდგომარეობა. კი, თავად ბაზარი სტიქიურია და ამისგან უნდა დაიწყოს. ამ სტიქიურობისგან, სტიქიურობა, როდესაც პირდაპირ ურტყამს თითოეულ მოქალაქეს, ხომ, ამისგან უნდა დაიცვა. ხა წარმოიდგინეთ თქვენ რა ხდება დღეს ბინებთან დაკავშირებით, საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით. უზარმაზარი მშენებლობები მიდის, ხედავთ ხომ? მიდის მშენებლობები, მაგრამ ფასები ზევით მიდის. რატომ ხდება ეს? ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველი კი არ ყიდულობს ამ ბინებს, სხვები ყიდულობენ. ესე იგი, აქ ორი პრობლემა შემოდის. ჯერ ერთი ფანტასტიკური მასშტაბი მიგრაციისა, შემოსულებისა, რომლებიც იკავებენ ქართველების ადგილს და ფანტასტიკური მასშტაბი შრომითი ემიგრაციისა, რომელიც ლუკმაპურის საშუალებლად ქვეყნიდან გარბის. ეს საკითხი ვენსმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა დააყენა მიუნხენის კონფერენციაზე. ვიცე-პრეზიდენტმა. 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 მე რა ვთქვი? სახელმწიფო მდივანი. ბოდიში ვიცე-პრეზიდენტმა კი დააყენა ამ მიგრაციის თემა, ესე იგი, რომელმაც ევროპას შეუქმნა უზარმაზარი პრობლემა. და ევროპა ამას ასაღებდა დემოკრატიად. ეს დემოკრატიასთან დაპირისპირებაში რომ არ მოსულიყო, ამიტომ ფართოდ გაუღეს კარები ამ მიგრანტებს და მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს. დამანგრეველი შედეგი. იაფი დახარბდნენ ამას, მაგრამ ეხლა ევროპას თუ ეს მოუვიდა, ევროპა დიდია ძალიან, ხო? რა მოუვა პატარა საქართველოს? გითხრათ, სჭირდება კიდეც მუშახელი ევროპას და ჩვენ გვჭირდება პირიქით სამუშაო ადგილები. ჩვენ სამუშაო ადგილები გვჭირდება. ესე იგი, ჩვენთან კატასტროფული მდგომარეობა. აი ამ შემოსულმა ადამიანებმა, ვინც ყიდულობს ამ ფართებს, საოცრად ასწია საცხოვრებელი ფართის ფასი და ის საცოდავი ემიგრანტი, რომელსაც იმედი აქვს, რომ მე ევროპაში გავიქცევი, საბერძნეთში ვიქნები, თურქეთში ვიქნები, იმაში იტალიაში ვიქნები თუ საფრანგეთში ვიქნები, რაღაცას დავაგროვებ და მე საცხოვრებელ ფართს ვიყიდიო, სუტყუილი იმედია ეს. ის ვერაფერს ვერ აგროვებს იქ იმდენს, რომ შეძლოს აქ საცხოვრებელი ფართის შეძლება. სტუდენტებს აღარ შეუძლიათ რომ ბინა იქირაონ, ვეღარ სწავლობენ. ანუ ეს კიდე ცალკე თაობა გეკარგება, რომ განათლების გარეშე რჩება. ანუ უწევს აიღოს სამსახურში იმუშაოს და თან ისწავლოს, ანუ და ისწავლოს მაშინ და ვეღარ უნდა იცხოვროს თბილისში. როგორ ამიტომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეხლა მე ძალიან ბევრს წერ და ლაპარაკობ ამ თემებზე, ჩემს გადაცემებში, იმ სტატიებში, რომელსაც კვირაში ორჯერ სამჯერ ვაქვეყნებ. ბევრს ლაპარაკობ და ბევრს ლაპარაკობ იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადი კურსი, რაც აიღო დღევანდელმა მმართველმა პარტიამ დასავლეთთან ურთიერთობაში, ეს სწორი კურსია, იმიტომ რომ არ დაანებეს სუვერენიტეტი, არ დათანხმდნენ, რომ შეერთებოდნენ თქვათ რუსეთისთვის გამოცხადებულ ეკონომიკურ სანქციებს, არ დათანხმდნენ, რომ გაეხსნათ მეორე როგორ არ დაუფასოთ ეს, აქ რომ უკრაინა მიგვეღო. მაგრამ არასაკმარისია აბსოლუტურად. სოციალური საკითხები ეს იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის, რომ ხანდახან შეიძლება იქამდეც კი მივიდეს აზროვნება, რომ აღარც მშვიდობა მინდა ასეთი და აღარც არაფერი, თუ მე ისედაც ვიხშობი, თუ ვერ ვსუნთქავ, თუ მე საცხოვრებელი არ მაქვს, თუ მე ლუკმაპური არ მაქვს, თუ მე ექიმთან ვერ მივდივარ, თუ პროდუქტები ყოველდღე ძვირდება. ასეთ შემთხვევაში, რა ვიცი, მე ეს მშვიდობა სად გამოვიყენო? მე იქამდე ვარ მისული, რომ ჩემი ქვეყნიდან, ჩემი სამშობლოდან უნდა გავიქცე, ხო? ახლა ავიღოთ, აი უბრალოდ 25 თებერვალმა რა მოიტანა, მე ჩამოვთვალე, ხო, რაც მოიტანა. ამდენი ქარხანა, ამდენი ფაბრიკა, ამ სოციალური დაცულობა, უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების აფეთქება, აყვავება და არნახული მასშტაბები, ხო? ყველა მიმართულებით. ახლა რა მივიღეთ ჩვენ მას შემდეგ, რაც გამთავისუფლდით ამისგან. ხომ ცუდი დღეა 25 თებერვალი. ხომ საშინელება მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს. დაგვიფხრეს და გაგვანადგურეს და გაგვაჩანაგეს და იმ გაჩანაგების შედეგი იყო ყველაფერი ის, რაც ჩამოვთვალე და ახლა, როდესაც ჩვენ გამთავისუფლდით, აი გამსახურდიან რომ მოვაწერა ხელი დამოუკიდებლობას და საბჭოთა კავშირის კლანჭებიდან დავიხსენით ჩვენი ქვეყანა. მას შემდეგ რა მივიღეთ? სამნაწილად დაშლილი საქართველო, მოსახლეობის თვალსაზრისით განახევრებული საქართველო, 5 მილიონ ნახევრიდან ჩამოვედით აგერ 3 მილიონამდე თუ 3 მილიონ ნახევრამდე
ესეც საკამათო ციფრია, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, ხომ? განახევრდა საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა. სრული დემოგრაფიული კატასტროფა. ქარხანა ფაბრიკების ადგილას ნანგრევებია. გაყოვებული ქვეყანა, მეჩაიეობა, ახლა ნახეთ, გვაქვს ვთქვათ კინო, და შემდეგ. კინო, სად არის, თეატრი, სად არის, აი კულტურის კერები სად არის, ჩვენ რა გვაქვს ახლა, გამოდის ლიტერატურა გვაქვს, გაზეთები, ლიტერატურა გვაქვს, მწერლობა გვაქვს, რა უქენით ყველაფერ ამას? გავანადგურეთ ეს ხო ყველაფერი? ჩვენ კი არ გავანადგურეთ, მე და თქვენ, გაანადგურა ამ სისტემამ. და არასწორად გაგებული საკითხები რა არის, იცით, როდესაც აი მწერალთა კავშირის მწერლები ჩხუბობენ, რომ ჩვენ მოგვეცით მწერალთა კავშირის შენობას დაობენ. შენობა მოგვეცით, კაცო, შენობას შენ გაძლევდა სოციალისტური სისტემა. მას შენ ჭირდებოდი, ის შენ გჭირდებოდა და ის გაძლევდა. შენ ამბობ რომ მე თავისუფალი ვარ, მე არაფერი სახელმწიფოსთან კავშირი არ მაქვს. მე რაც მომივა თავში, იმის მიხედვით ვაზროვნებ და ვწერ. თან დაუჭირე ამ კერძო კაპიტალს. მაშინ ვინ უნდა მოქცეს ეს? რატომ უნდა მოქცეს? რატომ უნდა მოქცეს? კი. საბაზრო ეკონომიკაში არ ჯდები. თუ სწორად წაიყვან შენ საზრუნებას და იტყვი, რომ მე როდესაც მწერალთა კავშირი მქონდა, კავშირიც მქონდა, შენობაც მქონდა და დახმარებაც მქონდა და გარანტიებიც მქონდა. ის ჯობდა იმიტომ, რომ ის იყო სოციალისტური სისტემა. ანუ ამ სისტემას, კაპიტალისტურ სისტემას ჯობდა ის სისტემაო, თუ იტყვი, ასეთ შემთხვევაში მართალი იქნები და თუ არა და შენობა მომეცი, არ მოხსნა მე შენობა, რატო კაპიტალიზმმა რატო უნდა მოხსნა შენობა, რა შეჭirdები შენ? აქ უფრო სერიოზული ის არის კაპიტალიზმის ჭირდება როგორც ამ კაპიტალიზმის მაქებელი. იწერალი და ლიტერატორი, მაგრამ კაპიტალი მარტო მაქებარი კი არ ჭირდება, მას ჭირდება გამრყვნელი ჭირდება. და ყავს კიდეც. ყავს ეს მწერლობა შექმნა, ხომ? აი მე ხარ არ მინდა გვარები დავასახელო, ნაძირალებისა, რომლებიც მწერლებს ირკვევენ. პრემია საბარო არის ეს, ხაზარაძის პრემია არის, მეც რას ემსახურება ეს. ქართული თეატრი ხაზარაძეს უნდა გადაამტრიო ის საბა თავზე და გადაახიო უნდა თავზე იმ თავი მწერლებიანად. არამზადები, ესე იგი ესე როგორც წაშალონ ადამიანში ადამიანი, როგორც წაშალონ ადამიანში ეროვნული ღირებულებები, როგორც წაშალონ ადამიანში კულტურული მემკვიდრეობა, წარსულთან დამოკიდებულება, მომავლის ხედვა, აი ეს ყველაფერი იშლება ერდბაშად თუ დანერგავ გარყვნილებას, თუ გარყვნილებისკენ უბიძგ. ახლა მე ხომ არ ვამბობ ამას, კაც მე ვამბობდი ამას და სხვა მხარდამჭერი არ მყავდა, მაგრამ დღეს დიდი მხარდამჭერი მყავს. ტრამპი არის ჩემი მოკავშირე. ტრამპმა თქვა, რომ მილიონები, ასეულობით მილიონები და მილიარდები იხარჯებოდა ამ გასაოცარ პროგრამებში. თვითონ ჩამოთვალა და ჩამოათვლევინა თავის პრესსამსახურს, რა პროგრამები ფინანსდებოდა USAID-ისა და NED-ისა და სხვა ათასგვარი გარყვნილი ორგანიზაციების მიერ. მილიარდები იხარჯებოდა ამაში. და ახლა დღეს მაინც როგორ უნდა მიპასუხოს მე ვიღაცამ, რომ არა, ეს ასე არ ხდება. როდესაც მე ვხედავ რა ხდება რუსთაველის პროსპექტზე, როდესაც მე ვხედავ რას გვანან ეს ადამიანები. ქართული თურმე ვერ შეხვალ ქართულ თეატრებში და იმ სპექტაკლებში. ფაქტიურად ეს არის გარყვნილების ის სივრცე, სადაც გარყვნილება ის პროპაგანდა. შემოქმედების სიმწირე, აზრის სიმწირე იფარება სხეულის სიშიშვლით. გაშიშვლებული სხეული და ფეხებ გაჩაჭხული ქალი ბოდიში მომიხდია თქვენ წინაშე და აუდიტორიის წინაშე. ეს არის ის, რითაც უნდა გადაიფაროს სიმწირე შემოქმედებით. ანუ ეს ხო ხასიათია, კაპიტალიზმის ხასიათია ანტისახალხოობა. რა თქმა უნდა, შიშველი სხეული იყიდება. მაქსიმალურად რომ დაშორდეს და პორნოგრაფია, როგორც მიმართულება არ ვიცი რისია, შეიძლება ხელოვნება დაარქვა პორნოგრაფიას. პორნოგრაფია სად გაჩნდა, სად დაიბადა, სად ჩაისახა. ეს არის შესაძლებელია სოციალისტური სისტემის დროს, როდესაც ხალხია წარმართველი კულტურის, ეკონომიკის, პოლიტიკის,
ბრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ყველაფრის ხალხია წარმოქმნილი. შეიძლება პორნოგრაფია, როგორც მოგების რაღაცა საშუალება ჩამოყალიბდეს და ჩაისახოს, ხომ გამორიცხულია რა. მაგრამ იქ არა, იქ ჩაისახა, კი ბატონო. და იყიდება ეს გულისამრევის იშიშვლე, ხო? აი მინდა რომ გავაგრძელო ახლა ეს ქრონიკები, იმიტომ რომ დღეს როგორც გითხარით 25 თებერვალია და რას ვადარებთ რომ ამბობთ ხოლმე რომ აი დაგვიპყრეს ოკუპაცია მოხდეს. ახლა მე ეს არის ერთი თვე, გახსოვთ ალბათ წავიკითხე ძალიან ბევრი ამ ქრონიკებიდან და ჯერ აი ერთი თვის თავზე 28 ივნისი 26 მაისს გამოვაცხადეთ ამ გამოვუკიდებლო 28 ივნისს რა ხდება. საჩხერეში დაიწყო შეიარაღებული აჯანყება, გლეხებმა დაიკავეს ფოსტა ტელეგრაფის სადგური, ციხესიმაგრე მოდი ნახე, კომისარიატი და სხვა პუნქტები. რაიონში მუშათა გლეხთა ყრილობამ გამოვაცხადა საბჭოთა რესპუბლიკა. ანუ აი ეს უნდოდა ხალხს, საბჭოთა რესპუბლიკა. შემდეგ 28-29 ივნისი უკვე ტყიბულში წარმოებდა ბრძოლები აჯანყებული გლეხობის და მენშევიკების ჯარებს შორის. 29-30 ივნისი საჩხერის აჯანყებულმა გლეხობამ შეუპოვარ ბრძოლებს იწყებს მენშევიკთა ჯარების წინააღმდეგ. ბრძოლა 25 ივლისამდე გრძელდება. ანუ თითქმის ერთი თვე იბრძვის საჩხერე. 3 და 5 ივლისამდე დუშეთის მაზრის გლეხობამ ქარანას მთიდან გააჩაღა ბრძოლა დუშეთის საბჭოთა რესპუბლიკის შესანარჩუნებაშიც უკვე დუშეთსაც საბჭოთა რესპუბლიკა ჰქონდა გამოცხადებული შესანარჩუნებლად. გერმანელთა თვითმფრინავებმა ყუმბარები დაუშინეს აჯანყებულებს და მენშევიკთა ჯარებმა ყველა მხრიდან მიიტანეს იერეში. ანუ მენშევიკები გერმანელებთან ერთად საკუთარ მუშებს და გლეხებს ხოცავენ. ანუ ეს არის კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ ხალხის სახალხო განწყობა რა იყო და ვინ უპირისპირდებოდა მას, ხო? სახალხო განწყობა. იარაღით და ყუმბარებით შოთაშორის მენშევიკური დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ხო, გერმანელების ხიშტით თავის საკუთარ ხალხს უპირისპირდებოდა. აი ეს დემოკრატიული იმ გერმანელებმა და იმ ინგლისელებმა, ვისი იმედის მათ ჰქონდათ, მაინც არ დაიცვეს ისინი ბოლომდე, ვერც დაიცვეს და არც დაიცვეს. ისევე როგორც უკრაინა ვერ დაიცვეს და არ დაიცვეს და აი დღეს რა ხდება უკრაინაში და რა ვითარება. აი ამაზე მინდოდა გადასვლა ზუსტად, როგორც ისიც გერმანიამ წააგო 1918 წლის ნოემბერში უკვე წაგებული აქვს და გერმანიასთან ხო ფორმალურად ხელშეკრულება მაინც ჰქონდათ გაფორმებული და პირდაპირ შემოდის ბრიტანეთი ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე, ავიც ალბათ ჯორდანიამ და ვიღაცამ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ამაზე და იღებს პირდაპირ ამ ყველა პრივილეგიას, ანუ პორტები, რკინიგზები, ინდუსტრიები, ამ ყველაფერზე კონტროლს იღებს და დამატებით პრივილეგია აქვს რა. ბრიტანეთს ეძლევა ბათუმში და სხვა სტრატეგიულ ლოკაციებზე პირდაპირ სამხედრო კონტროლი აიღოს, ანუ პირდაპირ ჟანდარმერიას აყენებს. პორტი ჭირდებოდა, პორტი. ჟანდარმერიას აყენებს. და ეხლა რო აბრალებენ ამ ყველაფერს რო აბრალებენ მე საბჭოთა კავშირის და ოკუპაციას, რო აი ჩვენ რაღაცა თურქეთს დაუთმეთ რაღაცები. 1920 წელს ბრიტანეთი ყოველგვარი გარანტიების გარეშე გარბის და ტოვებს ბათუმს და საქართველოს. 1920 წელს შემოდის თურქეთი, ბრიტანეთი ამას ტოვებს, გარბის უხსნის ამ ოკუპაციას ხელფეხს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოდის უკვე ანუ რა უნდა ვთქვათ, ხო, საბჭოთა კავშირის დამსახურება არის ყველანაირად, რომ ბათუმი ჯერ კიდევ საქართველოა, ხო? და რაზე აწერინებს ხელს ახლა თურქეთს. თურქეთი ბათუმს აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, სამუდამოდ ტერიტორიად, ხოლო საბჭოთა კავშირი მხოლოდ დროებით თმობს ყარს და არდაღანს. ხო, ანუ მეტი ანუ რას თხოვენ ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირს, რომ ისაც ნაომარი სამოქალაქო ომში მყოფი საბჭოთა რუსეთი, ამ შემთხვევაში რუსებზე არის გამახვილებული ყურადღება, რუსი უნდა მოსულიყო და თურქეთთან უნდა ეომა შენ გამო და ესე რო არ გააკეთა და ის გააკეთა, რაც გააკეთა, რომ ბათუმი შენი ტერიტორია არის დღეს და ღმერთმა ქნას რომ რაღაცა მოხდეს ისეთი კარგი ჩვენს სამყაროში, რომ დავიბრუნოთ ის დაკარგული ლაზეთის მხარეც, ხო? იმაზე ხელს აწერინებს, რომ ეს დროებით ამაქვს. შენი იყოს, მე დროებით ამაქვს. ანუ რას ვთხოვთ ახლა ამ შემთხვევაში, რომ უნდა ეომა ჩვენს მაგივრად, ყველაფერად დაებრუნონ და მარტო მაშინ იქნებოდნენ კარგი? თუ ნეტა მაშინაც გავაცავთ. არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდნენ კარგი მათი შეფასებით, იმიტომ რომ ისინი აფასებენ არა ეროვნული გადასახედიდან, არამედ აფასებენ იმ დავალების შესაბამისად, რომელსაც მათ აძლევენ. დავალების შესაბამისად. ის ყველაფერი უნდა იყოს გაშავებული, ის ყველაფერი უნდა იყოს გაშარჟებული, ის ყველაფერი უნდა იყოს დამცირებული და თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს როგორც საშინელი მოვლენა, მაგრამ აი ნახეთ ახლა თუნდაც ამას დააკვირდით, აი ჩვენ დაგვიპყრეს და იმ დაპყრობილ საქართველოში, დაპყრობილი საქართველოს შვილები, თქვათ 1, 2, 3,
მე ვამბობ მაღალი რანგის მოღვაწეები ხომ სტალინი, ბერია, ორჯონიკიძე და სხვები, მაგრამ აი თქვათ ეს სამი ფიგურა, რომელიც უზარმაზარი მასშტაბის ფიგურა იყო, ხო? მართავდნენ და განაგებდნენ საბჭოთა კავშირს. დაპყრობილი ქვეყნის შვილები სათავეში საბჭოთა კავშირისა, ხო? დაპყრობლისა. ეს როგორი წარმოსადგენია? აქ რომ რაღაცა სხვა თვისებასთან გვაქვს საქმე. მარტო ეს ფაქტი არ მიგვანიშნებს ამაზე. რა თქმა უნდა მიგვანიშნებს და ახლა ბოლოს ერთმანეთს რომ შევადაროთ, აი თქვათ საბჭოთა კავშირში შემავალი სოციალისტური რესპუბლიკა საქართველოსი. როგორი იყო? ყველა პარამეტრით. და როგორი იყო იქამდე და როგორია იმის შემდეგ. და როგორი იყო დაშლა. ამას ჭირდება ახლა სტუდიაში მყოფი კაცი, რომელიც ყველაფერ ამას ჩამოთვლის. ხალხი თვითონ ვერ უნდა აკეთებდეს ამ ბატონო. სამწუხაროდ ასეა. აი ეს 35 წლიანი ანტისაბჭოთა პროპაგანდა თავის გავლენას ახდენს ძალიან ცუდ გავლენას და ეს რა თქმა უნდა შეიძლება გამოსურდეს მხოლოდ და მხოლოდ აი სიმართლის ასეთი ტრანსლირებით. სამწუხარო ფაქტია თავისთავად. მე უფრო კონკრეტულად შემიძლია დავაკონკრეტო თქვენი აი ეს არგუმენტი. ნებისმიერი 20 წელი აიღო. დაუშვათ 1921 წელს ხომ მოხდა გასაბჭოება 25 თებერვალს. და 1951 წლამდე იყო ასე თუ ისე მშვიდობიანი პერიოდი. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა იყო მანამდე, რაც მე შეგვიძლია მთავრობამ დაუტოვა ახალ მთავრობას, სოციალისტურ საქართველოს მთავრობას, მიუხედავად ამისა 20 წლის განმავლობაში თუ რა შედეგებს მიაღწია საქართველოს 1921 წლიდან 51 წლამდე, როცა საქართველოს ფაქტიურად გადაიქცა ინდუსტრიულ აგრარულ ქვეყანად, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანად მსოფლიო მასშტაბით. ახლა თითქმის ორჯერ მეტია გასული და ხო, რა შედეგი ჩვენ 99 წლის აგერამ აქვს მონაცემები თუ რა საწარმოებდა საქართველოს 1999 წელს. 99 წელს ჩვენ როდის დავეწევით? აი ამ ტემპები. რა შენობებით კი დავეწიეთ თბილისში. ოცნებაა ეს. თბილისში შენობებით, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან დღეს უკვე ანტისოციალური მოვლენაა ამდენი შენობა, ნუ რამოდენიმე პარამეტრით. ნებისმიერი 20 წელი ავიღოთ, ბატონო. 21 51 ხო? ომის შემდგომი პერიოდი 45 30 წელი ავიღოთ. 35 რომელიც ჩვენ აი ეს 35 წელი რომელიც ჩვენ 35 ომის ჩათვლითაც კი ავიღოთ 51-დან გადავთვალოთ 35 წელი რამდენი გამოდის ესე იგი გამოდის ზუსტად იმდენი რომ საბჭოთა კავშირი ხდება კოსმოსური ქვეყანა საბჭოთა კავშირი ხდება ატომური ქვეყანა საბჭოთა კავშირმა საოცარი ტემპებია ჩვენა აღდგენითი სამუშაოებისა ომის მიერ დანგრეული ათასობით 1975 წელია ეს. ანუ 40-დან 35 რო გადავთვალოთ, ეს არის 1975 წლის საქართველოს შევადაროთ დღევანდელ საქართველოს. გამოიარა ის ომი, 4 წლიანი გამანადგურებელი ომი. ახლა ვიღაცა იტყვის რომ ომი ჩვენ ორი გქონდაო აქ. და ამანაც შეგვიშალა ხელიო, ამასაც იტყვიან. იმასაც იტყვიან, მე მინდა დაუბრუნდა აი აფხაზეთის და ცხინვალის თემას. აჭარა კი დაგვიუბრუნაო, მაგრამ ისინი დავკარგეთ ძალიან ბევრი იტყვის ამას. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში 1921 წლის მდგომარეობით 25 თებერვლის მდგომარეობით დაახლოებით კი ის მდგომარეობა იყო რაც დღეს არის. იმ მომენტში ჩვენ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე ჩვენ დაკარგული ქონდა საქართველოს, დაკარგული ქონდა კონტროლი. და ავტონომიის სახით, რომელიც დღეს სანატრელი გვაქვს. საქართველოს შემოუერთა, ნუ ჯერ იყო სამოკავშირო ხელშეკრულება, მაგრამ ფაქტიურად საქართველოს შემადგენლობაში უკვე 1922 წელს ერთ წელიწადში ბოლშევიკების შემოსვლიდან საქართველოში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო და თბილისის კონტროლის ქვეშ იყო აფხაზეთი. ერთ წელიწადში საბჭოთა კავშირის შექმნის ну წელიწად ნახევარი გამოდის 1922 წლის 30 დეკემბრისთვის. და ამ მომენტისთვის ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთი იყო შემოსული სამხრეთ ოსეთის ოლქის სახით. იქ სხვათა შორის აფხაზებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება მაშინაც ინსპირირებული იყო. ერთი მხრივ დენიკინის მიერ და არა ბოლშევიკების მიერ რუსეთის მხრიდან
დენიკინის მხრიდან, რომელიც ფაქტიურად იმ იდეოლოგისა, რა იდეოლოგიაც გამიფებულია დღეს რუსეთშიც და საქართველოშიც და მეორე მხრივ, იცით რატო იყო გამოწვეული? აფხაზებთან იქ ადგილობრივი მოსახლეობა ქართველებიც იყვნენ უკმაყოფილო მენშევიკური მთავრობის პოლიტიკით. ქართულ მენშევიკ თავარი მაინც ეს მიზეზი იყო ეს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა. ისინი მიწას ელოდებოდნენ. ისინი ელოდებოდნენ იმას, რომ აი მოვიდა დრო, როცა მე ოჯახი შენავხა, შემიძლია აი ესე იგი შეცვლილი პირობები. ელოდნენ კი არა იომეს ამისთვის. და ილომ სწორად აღნიშნა, რომ მაგალითს ხედავდნენ რუსეთის ფედერაციაში 4 წელი გავიდა, ხო, რევოლუციის შემდეგ. იქ უკვე ეს ცვლილებები მომხდარია. ამ მაგალითს ხედავენ. და რო ვერ ღებულობენ, აქედან გამომდინარე მოხდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა, არა მხოლოდ აფხაზები, არამედ ქართველების და ასე იყო ოსეთშიაც, то есть სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რეგიონში, ოსები და ქართველების მოსახლეობა, ღარიბი მოსახლეობა დაუპირისპირდა მენშევიკებს და არა მხოლოდ ოსები. აქედან გამომდინარე, ახლა მოვიტანოთ აქეთ და ვნახოთ, რაც მოხდა იმის შემდეგ 92 წელს აფხაზეთის პრობლემა, 2008 წელს ცხინვალის პრობლემა, ეს ვის მიერ იყო ინსპირირებული? იყო თუ არა ეს ინსპირირებული? ეროვნული მოძრაობის და ანტისოციალისტური ძალების მიერ, რომელიც გამოყენებული იყვნენ ისინი, მაგრამ ეს ყველაფერი ინსპირირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. და სამ ნაწილად დაშლილი საქართველო შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. და არა რუსეთის ინტერესებში. რუსეთი ამ შემთხვევაში მოქმედებს ისე როგორც მას შეუძლია რომ იმოქმედოს და რა თქმა უნდა ის რაღაც ბერკეტებით შეეცდება თავისი მდგომარეობა განიმტკიცოს. ეს არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მაგრამ თვითონ ეს პროცესები ინსპირირებული იყო დასავლეთის მიერ, იმიტომ რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ამ ტერიტორიების გამო ყოფილიყო შეურიგებელი მდგომარეობა. მუდმივი შეურიგებელი მდგომარეობა. რატომ არ გაძლევენ საშუალებას? ისინი არ გაძლევენ საშუალებას, რომ დაელაპარაკო რუსეთს. ისინი გიკეტავენ გზას და გეუბნებიან, ჩვენი მონაწილეობის გარეშე შენ არ გაქვს უფლება, არ გაძლევთ უფლებას, რომ რუსეთს დაელაპარაკო. და ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რაც დიდხანს გრძელდება, მით უფრო რთულდება ჩვენთვის ამ ტერიტორიების შემომტკიცება, ამ ტერიტორიების შემოbrunება, იმიტომ რომ დროს ხომ თავისი სხვა პარალელური პროცესები მოაქვს, არა? თაობები იზრდება, იქ ეკონომიკა, პოლიტიკა და დამოკიდებულებები რაღაცა ყალბდება. ხო, რა თქმა უნდა, ყალიბდება, უკვე ახალი რეალობა. ღრმავდება, რა თქმა უნდა, ახალ თაობას შორის. ამიტომ მათ უნდათ რომ როგორმე გაახანგრძლივონ ეს პროცესი, რომ შენ არ მიხვიდე რუსეთთან საუბარი და დიალოგი არ დაიწყო. და ეს არის ჩვენთვის მომაკვდინებელი. ამიტომ ვამბობ მე რომ რა თქმა უნდა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ახლა სხვათა შორის ძალიან კარგი დროა ამისათვის, საერთაშორისო ვითარებას გულისხმობ, იმისათვის რომ რუსეთთან დაიწყოს პირდაპირ დიალოგი. იმისათვის რომ დაიწყოს მუშაობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. იმისთვის რომ დაიწყოს კი ბატონო 3+3 ფორმატი, ეს არის ჩვენი რეგიონია ეს. როგორ შეიძლება შენს რეგიონში შენი მეზობელი სახელმწიფოები განიხილავდნენ მომავალს, განვითარების პროცესებს და შენ იქ დემონსტრაციულად არ იღებდა მონაწილეობას. ეს ხომ აბსურდია. აი, რამდენიმე დღის წინ ლავროვმა განაცხადა, რომ ქართველებისთვის იქ სავარძელი არსებობს და იარსებებს, როცა უნდათ, მაშინ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არ გვაძლევენ ამის უფლებას. ნახლა, იმდენია სალაპარაკო რომ აი დრო გარბის. ირანში რომ ჩავიდა ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი, რა ამბავი ატახეს, ნახეთ. ესე იგი ჩვენ ირანთან აპრიორული მტრული დამოკიდებულება უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ირანი არ უყვართ დასავლეთში, ხო? ზუსტად ეგ არის მხოლოდ მიზეზი. სხვა მიზეზი არ არსებობს. ასე ცხოვრება შეიძლება, ასე გაგრძელება შეიძლება, ასე აზროვნება შეიძლება? არ შეიძლება ეს კატასტროფული ვითარებაა. ამ დროს ირანი არის ერთ-ერთი მთავარი და უძლიერესი რეგიონალური ქვეყანა, ჩვენი რეგიონის ქვეყანა, რომელთანაც ურთიერთობა აუცილებლად უნდა გქონდეს. თურქეთთანაც უნდა გქონდეს კარგი დადებითი ურთიერთობა, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოს ინტერესებში შედის. როგორ შეიძლება, ბატონო თემურ, როგორ შეიძლება
არსებობდა სახელმწიფო, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებს აპრიორულად განიზიდავს და ეუბნება, რომ არა, მე თქვენთან ურთიერთობა არ მჭირდება და არ მინდა. ზუსტად მე მგონი, რომ აი ზუსტად ეს სიგიჟე გადალახვადი ხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც ჩვენს გარშემო ისე ყალიბდება. ყველაფერს თავი დავონებოთ, ფაქტობრივად ბრიქსის ალყაში მოვექცევით ცოტა ხანში, ხო? ანუ იზოლირებული იმისთვის გვინდოდა, როგორც თვითონ ამბობდნენ, რომ აი კონტაქტი ქონოდა დასავლეთთან, რომ იზოლირებული არ ყოფილიყავით, და უბრალოდ მაგ კონტაქტების გამო აღმოჩნდებით იზოლირებული. აი ეს აბსოლუტურად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რუსეთს უნდა ველაპარაკო. და მოსვლიდან რამდენი ხანია რაც მოვიდა? ერთ თვეში, ხო? ერთ თვეში უკვე რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობა ერთმანეთს ხვდება ელ-რიადში რამდენიმე დღის წინ და ეხლა მზადდება შეხვედრა უმაღლეს დონეზე, ხო? პუტინი და ტრამპი უნდა და ჩვენ არ გვინდა რუსეთთან შეხვედრა? ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ აგრძელებს ცხოვრებას რუსეთთან ურთიერთობის გარეშე და ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ცხოვრება რუსეთთან ურთიერთობის გარეშე. ეს რაღაცა იცით რა კომიკური სიტუაციაა შექმნილია წარმოუდგენელი. ბატონო ვალერ, ბატონო თემურ, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა, დროა მოგვეწურა და შეგახსენებთ, რომ ჩვენი სასაუბრო თემა იყო 25 თებერვალი, მისი მნიშვნელობა ამ დღის. შევადარეთ ერთმანეთს მენშევიკური საქართველო, დღევანდელი საქართველო, რაც რა თქმა უნდა საბჭოთა საქართველო. ჩვენი სტუმრები იყვნენ ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ბატონი ვალერ კვარაცხელია და პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია და დასასრულს მეც მინდა ესეთი რამე თქვა, რომ იმდენი რამე იცვლება სამყაროში, რომ წელს ჩვენ მოგვდის, ასე ვთქვათ, გვალი წლისთავი 9 მაისის 80 წლისთავი იქნება, ეს იქნება ალბათ სამწუხაროდ უკანასკნელი წლისთავი, როდესაც ჩვენი უკანასკნელი გვალი წლისთავი, რომელსაც ჩვენი ვეტერანები მოესწრებიან. პლუს იმდენი რამე ლაგდება დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომ ღმერთმა ქნას რომ იმის იქითაც მოესწრონ, ვინც ცოცხალია. ღმერთმა ქნას კი ბატონო, მაგრამ ბუნებას თავის კანონები აქვს. რა თქმა უნდა და დიდი ალბათობით უკვე სი ძინპინი იქნება მოსკოვში ამ დღეს, დიდი ალბათობით. ასევე ჭორები არის ზოგ ხანიძახიან კიო ხანარაო, შეიძლება ტრამპიც იყოს. შეიძლება ტრამპიც იყოს. და ძალიან კარგი იქნება, არ ვიცი მე ესეთ ინიციატივასავით მე ვინ მეკითხება, მაგრამ ინიციატივასავით ვიტყვი, რომ ჩვენს ვეტერანებს რო ხელი ჩაკიდონ ჩვენმა უმაღლესმა მთავარსარდლობამ და ტრამპთან ერთად და სი ძინპინთან ერთად მოსკოვში 9 მაისს დაესწრო, მე მგონი ეს იქნება ყველაზე კარგი პოლიტიკური მესიჯი, რომ რაღაცეები ჩვენთვისაც იცვლება. ამასთან დაკავშირებით ზრუნავს ამუკა ფიფია, რომელიც არის სოლიდარობა მშვიდობისთვის ურთიერთობა მდივანი. ამას მიაღწევს ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს ძალიან დიდი რამე, არა მხოლოდ საქართველოსთვის, მე პირადად ხა ამ შემთხვევაში ვეტერანების გამო ამბობ, რომ ნამდვილად იმსახურებენ ერთხელ კარგ დაფასებას და არა ისიც როგორც ბოლო წლები, რომ ალიკოელისაშვილები და ვიღაცეები რომ დასდევდნენ ვაკის პარკში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა ბატონებო. მადლობა თქვენთვის, კარგად გრძანდებოდეთ. კარგად.